ის რაც საქართველოში ხდება, ბუნებრივია ბევრ ჩვენგანს აღელვებს, აფორიაქებს, ანერვიულებს და ბევრ ჩვენგანს სამწუხაროდ სულ უფრო პესიმისტური განცდა და მოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ. რატომ იკითხავს ბევრი თქვენგანი და მე გიპასუხებთ? იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი და მისი ბანდა ხელისუფლება, მისი დამქაშები ყოველდღიურად გვავიწროებენ და გვდევნიან და რეპრესიებს ატარებენ ჩვენს წინააღმდეგ, კანონზე უკანონოზე იღებენ და ასე შემდეგ. ნახეთ რა ხდება ქუჩაში და საერთოდაც რა ხდება ამ ქვეყანაში. ამგვარი სამარცხვინო პერიოდი საქართველოს დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა ჩემი მოსაზრებით და ობიექტურადაც არ ჰქონია. ამგვარი დესუვერენიზაცია საქართველოს არ გაუვლია კიტოვანი იოსელიანის ზეობის პერიოდშიც უხეშად 92 წლიდან ვიდრე 95 წლამდე. ბანდის მეთაური რაც მთავარია უკან, ანუ ივანიშვილი ოდნავადაც არიხებს უკან და გვაჩვენებს რომ უდრეკია, რომ ბზარი არ შეეპარა, რომ ძლიერია და არაფერს არ გამოასწორებს. ასია სამწუხარო რეალობა. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ თუ ამოვდივართ იმ პოსტულატიდან, რომ ბიზინა ივანიშვილი დამოუკიდებლად მოქმედი პირი სულაც არ არის და ეს მართლაც ასია, სულ რომ არ იყოს ყოველდღიურ კავშირში FSB გრუსთან, მოსკოვთან, კრემლთან თუ პუტინთან, ბიზინა ივანიშვილი კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, ორ კვირაში სამჯერ თუ 4 კვირაში 4ჯერ, ხო, იღებს ინსტრუქციებს მოსკოვიდან, ინსტრუქციებს იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთოს, რომ ძალაუფლებაში დარჩეს და არ დათმოს რუსეთმა საქართველო. ხო და ამ პოსტულიდან თუ გამოვდივართ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავად რუსეთი, ანუ მისი პატრონი ქვეყანა, მისი FSB, მისი GRU, მისი კრემლი, მისი პუტინი, მისი დუმა და მისი ინსტრუქტორები რასაკვირველია ამასობაში გზა და გზა სუსტდებიან და მე ახლა ყველაფერზე ერთად არ ვილაპარაკებ, მაგრამ ორი სიტყვით კი რამდენიმე არც თუ დიდი ხნის წინანდელ ამბავს შევეხები. აი ფინეთი მაგალითად. ფინეთი ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე სულაც არ ფიქრობდა იმას, რომ ფინეთი გახდებოდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ანუ ნატოს წევრი სახელმწიფო. მაგრამ გამოხდა ხანი ფინურმა საზოგადოებამ, ფინეთის საზოგადოებამ და ფინეთის ხელისუფლებამ იგრძნო პირველ ყოვლისა მომენტუმი, მაგრამ მეორედ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგრძნო საფრთხეები რუსეთიდან და ფიქრის, ან დიდხნიანი კი არა, პატარახნიანი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც ამ უხეშად 70-80 წლის წინ და მერე უკვე წლების განმავლობაში რუსეთთან ჩახუტებული იყო განა არა, აი ეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ომი იყო, ეს სახელმწიფო ნელ-ნელა კი არა, სწრაფ-სწრაფად გადასულიყო, მოქცეულიყო ქოლგის ქვეშ. ამ ქოლგას რასაკვირველია ქვია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის, ანუ ნატოს ქოლგა და ყოველგვარი მეპის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ფინეთი ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ ნატო მიიღო საკუთარ რიგებში შვედეთთან ერთად სხვათა შორის, იცით თქვენ რომ ორმა ქვეყანამ გაჭედა ცოტა ხანი, მაგრამ გაჭედა, ეს არის თურქეთი და ამას ცალკე საფუძვლები აქვს და ეს არის უნგრეთი, რომლის ლიდერიც რასაკვირველია და ამას მე არ ვამბობ თლიანად, ევროპელები ამბობენ, ყველა ამბობს პრაქტიკულად, არის ტროას ცხენი შუაგულ, ანუ უბრალოდ აღმოსავლეთ ევროპაში, ან თუ გნებავთ ასე ვიტყვი ევროპის კონტინენტზე, ანუ ორბანს ეგრა მაგის პასუხია და არც თუ შორეულ მომავალში 99-დან მეტ%-იანი ალბათობით უკაცრავად ძმისთვის და დაერხევა. ფინეთი და შვედეთი, ნუ ფინეთზე ვისაუბროთ ახლა კონკრეტულად 1300 დაახლოებით კილომეტრი საერთო საზღვარი აქვს მას რუსეთთან. რუსეთი იქადნებოდა უკრაინასთან იმართებაში არამც არ დაუშვებ უკრაინის შესვლა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაშიო და ჯერჯერობით უკრაინა არც არის ნატოს წევრი, მაგრამ იმიტომ არ დაუშვებო, იმას ამბობდა, რომ ჩემს საზღვრებთან არ შეიძლება რომ ნატო ფართოვდებოდესო. იმიტომ რომ 10 წუთშიო თუ 18 წუთშიო თუ 14 წამშიო თუ 7 წუთშიო პუტინი ამბობდა ამას უშუალოდ აფრინდებიან ეს ნატოს თვითმფრინავები და დაბომბავენ
მოსკოვს და მერე საწავიდეო. აი უკრაინასთან მიმართებაში, რომლის მთლიანად გაუქმება უნდა, ეგ რა მაგის პასუხია პუტინს, რა საკვირველია, უკრაინასთან მიმართებაში თუ წითელი ხაზი იყო, ფინეთთან მიმართებაში პუტინი ვერაფერს გახდა. აქ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ უკრაინელები სლავები არიან, ეს არის რაღაც რუსეთის წარმოდგენით ორი ერი და უკაცრავად ერთი ერი და ორი სახელმწიფო ამასობაში მე უნდა გამოვთო როგორღაც ის რაზეც მინდა რომ ვისაუბრო გამოვთე და ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია რაზეც ვისაუბრებ უკვე შემდგომ დაახლოებით 3-4 წუთში მოკლედ ფინეთი დაუსხლტა რუსეთს ამასობაში უკრაინა რომელიც ჩვენგანს არა ბევრს ეგონა რომ უკრაინა დამარცხდებოდა კარგი ერთ კვირაში თუ არა 3 თვეში მაინც უკრაინა იქით ესხმის თავს რუსეთის სიღრმეებში და შეერთებული შტატებიდან მიწოდებული იარაღით ევროპელებისგან მიწოდებული იარაღით და უშუალოდ უკრაინაში წარმოებული იარაღით უკრაინა უკვე 3.5 წელია გასული ომის დაწყებიდან ისეთ პრობლემებს უქმნის რუსეთს, რომელსაც 3-5 დღეში უნდა მოეგვარებინა უკრაინის პრობლემა, როგორი პრობლემებიც მას რუსეთს არასოდეს შექმნია. მე თქი ასე ვიტყვი, თუ გნებავთ თუ ესე ვიტყვი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ან ნაპოლეონის ლაშქრობების შემდეგ, ნაპოლეონის ლაშქრობების დროსაც კი ჩემი აზრით, ამგვარი სერიოზული პრობლემები რუსეთს როგორც სახელმწიფოს არ შექმნია. კი იხდიბარს არიტეხს ბიზნე ივანიშვილის ნაჩალნიკი პუტინი ეს შლეგი ლიდერი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად რუსეთი უკრაინის მიმართულებითაც კი სუსტდება. აღარ ლაპარაკობ ბალტიის სახელმწიფოებში რომ დასუსტებულია, აღარ ლაპარაკობ აღმოსავლეთ ფლანგზე, ანუ ევროპისა და ასე შემდეგ. ორადორი სახელმწიფო დარჩა პოსტსაბჭოთა სივრცეში სრული პარტნიორი რუსეთს, ისიც ერთი ბელარუსი მთლად სრულიც არ არის. ოღონდ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ და სრული პარტნიორია, ოდესღაც ლიდერი კავკასიის რეგიონისა, შავი ზღვის რეგიონისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი თავის დროზე, ქვეყანა საქართველო და ამას რასაკვირველია გულის ტკივილით ვამბობთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე ივანიშვილი, ვინმე პაპუაშვილთან თუ კობახიძესთან ერთად ამგვარ განცხადებებს აკეთებენ, ივანიშვილის ადღა აკეთებს, მაგრამ მაინც არამედ იმიტომ, რომ შიგნით რასაც აკეთებს აღარ ლაპარაკობ საგარეო პოლიტიკაზე, შიგნითაც რასაც აკეთებს კაბახიძის და უпроსტოდ ივანიშვილის ბანდა ხელისუფლება, ეს არის რუსეთობა, არსებითად რუსულ თარგზე მოწყობა ჩვენი ქვეყნისა. კარგით, საქართველოზე დარდობთ რასაკვირველია, ნერვიულობთ, ღელავთ, ასეც უნდა იყოს, ვებრძვით ივანიშვილის რეჟიმს და ასე შემდეგ, მაგრამ გლობალურად რა ხდება საბოლოო ჯამში იმაზე ვლაპარაკობ და აუცილებლად სახსენებელია ყაზახეთზე ვილაპარაკოთ თუ გნებავთ სხვა დროს ვილაპარაკდა ცენტრალურ აზიაზე მთლიანად, ცენტრალური აზიის დიდ მწველ სურვილზე როგორმე ჩააღწიოს, გამოვაღწიოს შუადერეფნის გავლით, სწორედაც რომ შუადერეფნის გავლით ევროპისაკენ, შუადერეფნისა და გასავთ ცენტრალური აზიისა და ჩინეთის ურთიერთობებზე თავად ჩინეთზე როგორი ექსპანსიონისტურია ის რუსეთის სიღრმეებში და რუსეთს ეს აღელვებს, მაგრამ არაჩვენებს რომ აღელვებს, ამაზე ვილაპარაკოთ იმაზე თუ გნებავთ რომ 4 ბოროტების 4 ღერძიდან ერთ-ერთი ირანი პრაქტიკულად მორღვეულია და აი ირანზე გამახსენდა, რაც ალბათ ყველაზე უფრო საინტერესოა, ან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ჩვენს კონტექსტში. უკრაინას ხომ კარგავს რუსეთი, ფინეთი როგორც ნეიტრალური რამდენადაც ის იქცა ნატოს წევრ სახელმწიფოდ ხომ უკვე მის მტრულ რუსეთისებრი მტრულად განწყობილ ბანაკშია უკვე საბოლოოდ და სამუდამოდ მოქცეული ეს ხომ ასია, მაგრამ ამასობაში მან რუსეთმა დაკარგა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენები და თუ ამას ვითხოვდა ვინმე 1 წლის წინასე მაგალითად ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის დასალიერზე, ანუ შარშან ივლისში, ბევრი ჩვენგანი ამას ამ თქმელი ამას ვერც წარმოიდგენდა რომ ასე მოხდებოდა. ოღონდ აქ მარტო ირანი არ იგულისხმება, ირანში რუსეთის პოზიციების დასუსტება და ირანის როგორც სახელმწიფოს აიათოლების რეჟიმის მოსუსტება ისე რომ მას აღარ ექნება შესაძლებლობა ბირთვულ პროგრამასთან დაბრუნებისა, აქ იგულისხმება არსებითად რუსეთის მოკავშირე ჰამასისა და ჰეზბოლას ირანის გავლით თუ ირანის გარეშე მათი პრაქტიკულად აღარ არსებობა, ანუ განადგურება. აქ იგულისხმება რუსეთის ანკლავების შესუსტება, ყველაზე რბილად ვამბობ, პრაქტიკულად განადგურება. აქ იგულისხმება რასაკვირველია სირია და სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების რეჟიმის დამხობა
დამთავრება მაშინ როცა ბაშარ ალ-ასადს 24-48 საათით ადრე egona წარმოედგინა რომ ის იქნებოდა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში სირიის ხელმძღვანელი 24 საათის 48 საათის თავზე მას მოუხდა იმის აღიარება რომ ის ამ პროცესში როგორც ასეთში დამარცხდა დიახ პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რევოლუციური პროცესი იგულისხმება არ ხდება ასე სამწუხაროდ რასაკვირველია არ ხდება ასე დავიწყე და მეორე დღეს დავამთავრე ეს შეიძლება გადაიჭიმოს რამდენიმე დღეზე კი არა თვეზე და შეიძლება წელიწადზეც კი რეალურად ასადის დამარცხება რამდენიმე წელიწადზე გადაჭიმული პროცესი და ამბავია მოკლედ სირია დაკარგა ჰეზბოლა ჰამასი აღარ არსებობს ირანი დაკარგა ახლო აღმოსავლეთში რუსეთი ისეთი სუსტია როგორიც არ ყოფილა პრაქტიკულად არასოდეს ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნეში ნამდვილად და 21 საუკუნეში ასევე მას დაკარგული ხავს გაგიკვირდებათ და არც არასოდეს ყოფილა თურქეთი მისი პარტნიორი იყო მხოლოდ სიტუაციური პარტნიორი მაგრამ თურქეთიც დაკარგული ხავს რომ ვიცოდეთ მაინც თურქეთის სიტუაციური პარტნიორიც აღარ არის გადახედეთ სამაჭრო ბრუნვებს რუსეთსა და თურქეთს შორის ბოლო პერიოდში მათ შორის სტრატეგიული მიმართულებების არა მხოლოდ რაღაცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ჩაიტანა თურქეთმა რუსეთში ან რაღაცა ჩამოიტანა რუსეთმა თურქეთში ან ტურისტი გაცვალა 17 ერთმანეთში არამედ სტრატეგიული ბუნებრივი აირის კუთხით პირველ რიგში თურქის სტრიმი და ასე შემდეგ იქ ბუნებრივი აირის მიწოდების რაოდენობის მაჩვენებლები და ასე შემდეგ და მიხვდებით რომ თურქეთმა იგრძნო მომენტუმი ერდოღანმა როგორც უდიდო სტატესმა პოლიტიკოსმა იგრძნო მომენტუმი და სწორედ იმ დროს როდესაც პუტინს ჯერაც ეიმედებოდა ერდოღანისა ნატოს წევრია ან როგორ ეიმედებოდა მაგრამ მაინც თურქეთმა არსებითად ესეთი ხმალი იშიშვლა თუგდება ჯერ არ ჩაურტყავს მაგრამ იშიშვლა და არც ჩარტყმამდე დარჩა მას თურქეთს დიდი დრო ანუ რუსეთის ზურგში რასაკვირველია თურქული ხმალი თუგდებათ ასე ვიტყვი ესე გამჭოლად გაივლის მეთქი ახლა ვისაუბროთ ირანი ვთქვით სირია ვთქვით თურქეთი ვთქვით ჰეზბოლა ჰამასი ვახსენეთ ცენტრალურ აზიას გადავწვდით ორი სიტყვით ჩინეთი რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს რომ შესანიშნავად ხდება ჩინეთი რომ რუსეთის მონელების შემდეგ დასავლეთთან პირისპირ დადგომა მოუწევს და ხელები ასე უნდა გავაკეთო დასავლეთთან განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან პირისპირ დადგომა მას არ უნდა მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ასე რუსეთსაც ვერ გაამარჯვებინებს გამოფიტვა რუსეთისა გარდაულად აუცილებელია ჩინეთისთვის ბროტების 4 ღერძიდან ერთ-ერთი ღერძი რასაკვირველია ბეიჯინგი ანუ პეკინია თეირანი როგორც ბროტების ღერძი დაინგრა დაიმსხრა ჩრდილოეთ კორეასაც ოდესმე მიადგება ცივილიზებული სამყარო და ბროტების მთავარი ღერძი კი რასაკვირველია მოსკოვია. ხო და ახლა ვისაუბროთ ისევ კავკასიის რეგიონზე, სადაც ჩვენ ვართ ჩარჩენილები კი არა ვართ რასაკვირველია და ჩვენ ვიყავით არც თუ ისე დიდი ხნის წინ ლიდერი ქვეყანა კავკასიის რეგიონში. და კავკასიის რეგიონში დადგა სამუდამო მშვიდობის დამყარების დრო. საქართველოს არ გულისხმობს ამ სიტყვების თქმელი ის არის ილჰამ ალიევი, რომელიც დღეს თავის კოლეგას სომხეთიდან პრემიერ ფაშინიანს ხვდება აბუ-დაბიში და აი კადრები როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შორის შეხვედრა დაიწყო. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი ჩვენი რეგიონისთვის, კავკასიის რეგიონს გულისხმობ, კავკასიონ ქედგადმოღმა რეგიონს გულისხმობ და მადასტურებელია არა მარტო იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი არა ყველა, არამედ ბევრ საკითხზე მოლაპარაკებენ მათ შორის, მოლაპარაკებულია პრაქტიკულად და მხარეები ამაზე პრაქტიკულად გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის საზღვრების დემარკაცია, საზღვრების აღიარება, ერთმანეთის პატივისცემის დადასტურება, ტერიტორიული მთლიანობის დადასტურება ერთისა და მეორისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ალიევი რომ აპატიეთ, მაგრამ რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ძალიან ხშირად დამცინავად გაჰყედავდა ხოლმე პრემიერ ფაშინიანს, ახლა სრულიად სერიოზულად არის განწყობილი, იმიტომ რომ შესანიშნავად ხდება ერთ რამეს, სომხეთის მნიშვნელობას ამ კავკასიის რეგიონისათვის.
ამ რეგიონისათვის თვლიანად მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უკაცრავად შემოღწეული არა, საუკაცრავო რა არის აქ, შემოღწეული და გამჯდარ-შემჯდარია რუსეთის FSB, ამიტომ ამ სამი სახელმწიფოდან ორი ერთ ჭკუაზე უნდა იყოს მეთქი, სამწუხაროდ ჩვენ არა ვართ ამ ორთან ერთად მოცემულად, ამზე ჩვენ ქვეყანა რომელიც იყო საქართველო ქვეყანა რომელიც იყო ლიდერი არც თუ დიდი ხნის წინ თლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიისა, ანტირუსეთობისა, ბრძოლისა, რა ვიცი, თავისუფლების სიყვარულისა, თავისუფლებისთვის მებრძოლობის განსახიერება იყო და ასე შემდეგ. ახლა სწორედ საქართველოდან გადაინაცვლა ეპიცენტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანში, სომხეთზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, რუსეთის შესანიშნავად ხვდება რუსეთი, რომელსაც 2054 წლამდე აქვს დაკანონებული გიუმრის, ასე მაგალითად სამხედრო ბაზა, შესანიშნავად ხვდება რომ სომხეთის დაკარგვა არ ნიშნავს კავკასიის დაკარგვას, იმიტომ რომ საქართველოში ის ჩამჯდარია, მაგრამ ისევ და ისევ შესუსტებას ნიშნავს, აი ფინეთი დაკარგა, ასე უნდა ვთქვა მაპატიეთ, ცენტრალურ აზიას კარგავს, ესე უნდა ვთქვა მაპატიეთ, ახლო აღმოსავლეთი დაკარგა და ახლა კავკასიის ჯერი დადგა და ჩვენ რასაკვირველია ვღელავთ იმაზე, რაც ხდება ყოველდღიურად იმაზე, რომ ნარკოტიკებს ჩაუდებენ ხოლმე ბანდა ხელისუფლების ქვეშევრდომები ქუჩაში ახალგაზრდებს, ძირითადად პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე მონაწილეობენ და ვღელავთ იმაზე, რომ 55-60 პატიმარია და პლუს პატიმრები არიან პოლიტიკოსები და პრეზიდენტზეც სააკაშვილის გულისხმობ ღელავს ბევრი და ჩვეულებრივ რიგით პატიმრებზეც ასევე ბევრი, მაგრამ ამასობაში გარშემო ისე ვიწროვდება ყულფი რუსეთის გარშემო, რომ თეორია იმის თაობაზე, რომ საქართველო ვერ დარჩება ნაცრისფერ ზონად, ბუნებრივია ადეკვატური თეორია, ანუ ბიზინა დამარცხდება, ბიზინას ხელები ჩაეკვეცებ, მოეკვეცებ, შეეკვეცება საცეცები მეთქი ასე ვიტყვი. ხო და ჩვენ ვღელავთ, მაგრამ ამასობაში სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს ეს პროცესი. ოღონდ საკუთრივ უშუალოდ სომხეთში მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროცესი და ვინ გაბედავდა საქართველოში ამის გაკეთება, იმის გაკეთებას, რასაც აკეთებს პრემიერი ფაშინიანი, ასე მაგალითად სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმართ და წინააღმდეგ იმ სამოციქულო ეკლესიისა სომხეთისა ეჩმიაზინისა, რომელიც არსებითად და ძალიან საინტერესო ბანამ პრინციპში არა უცნაურ თეზას ვიტყვი, ეს არის ის ინსტიტუცია, რომელიც გამჯდარია, რახანია გამჯდარია, რომელშიც რახანია გამჯდარი არის რუსეთის FSB, თავარ ეპისკოპოსების მღვდელმთავრების დონეზე. და მე ახლა ჩაგიკითხავთ რამდენიმე გვარს ადამიანებისა, რომლებიც ეს გვარები შესაძლოა ბევრს არაფერს გეტყვით, მაგრამ მაინც ხო ეს არის მაგალითად ბაგრატ გალსტანიანი, თავარ ეპისკოპოსი, რომელიც ადრეს იყო შემჩნეული სომხეთის სახელმწიფოს, ასე ვიტყვი, კონკრეტულად კი ფაშინიანის წინააღმდეგ ღიად გაბოსტვასა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების არსებულ ვერსიას გმობდა, ხო? თავარი რაც არის სომხურ საზოგადოებაში და დუღილის მიმდინარეობს, არის ის, რომ საკმაოდ ძლიერი ფრთა სომხური საზოგადოებისა, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგების არა პროცესის მიმდინარეობს ერთ-ერთი დასკვნითი ეპიზოდი მიმდინარეობს ახლა აბუ-დაბიში, ეს ფრთა ვერაფრით ვერ ეგუება იმას, რომ სომხეთი ასე მათეული გაგებით დაჭმორდა, დაკნინდა, შემცირდა რასაკვირველია მათეული გაგებით და ასე შემდეგ. ერთია რომ ამ ეშმიაზინში არის იგივე ხსენებული, ესე იგი გალსტანიანი და მეორე მაგალითად მიქაელ აჯა ფაჰიანი და ასე შემდეგ. და მათ სათავეში რასაკვირველია არის სრულიად სომეხთა პატრიარქი, რომელიც ასევე ვიტყვი თამამად ვიტყვი რასაკვირველია, რომელიც ასევე არ უნდა ატარებს რუსეთის პოლიტიკას უშუალოდ სომხეთის ეჩმიაზინში, ანუ სამოციქულო ეკლესიაში და რომელსაც რუსეთი რასაკვირველია ეყრდნობა, ვაგლახ საქართველო, რომ ჩვენთანაც სამწუხაროდ იგივე პროცესი არის, მღვდელმთავრების, რიგითი მღვდელმსახურების უმაღლესი იერარქების დონეზე რუსეთი ეყრდნობა ამბიონებიდან, ამბიონებზე მდგომ შემდგარ ვიც ესე ვიტყვი დაუმსახურებლად ამბიონებზე შემდგარ პირებს, რომლებსაც არათუ ძველი აღქმა არის იციან, ახალი აღქმაც არაფერი არ იციან, მეთქი ასე ვიტყვი, არა, შესაძლოა ჩემზე მეტი იციან, გაუგიათ სმენიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ქრისტეს, როგორც
მაცხოვარს ისინი რასაკვირველია დააშორდნენ. აქვე ვიტყვი რომ ეს ყარაბაღის კლანი და ყარაბაღის კლანი მოიცავს ვის არა მხოლოდ ყოფილ ლიდერს სომხეთისა ეს არის სერჟ სარქისიანი, არამედ სხვებსაც, ასე მაგალითად პარლამენტარებს, მათ შორის არის არტურ სარგისიანი და ასე შემდეგ და ასევე არის რასაკვირველია სომხეთის ყოფილი სხვა მეორე ლიდერი რობერტ ქოჩარიანი. პრაქტიკულად ესეც უნდა ვთქვა, ლევონ ტერპეტროსიანი, ვისაც ახსოვს პირველი პრეზიდენტი, აი ზვიადის მეგობარი რო იყო, კოლეგა და მეგობარი ლევონ ტერპეტროსიანი, ჩემი აზრით არამასშტაბური პოლიტიკოსი, მაგრამ ეს ჩემი პერსონალური დამოკიდებულება, რომელიც ცოცხალია, სხვათა შორის გადავამოწმებ, მაგრამ ცოცხალია ნამდვილად. ლევონ ტერპეტროსიანის შემდეგ გაიმარჯვა სწორედაც რომ ყარაბაღის კლანმა და ყარაბაღის კლანი მართავდა და რომ არა ეს ქუჩიდან მოსული ფაშინიანი, ვინიცის იქნება დიდხანს დარჩებოდა ეს კლანი, ანუ მოწამლავდა რუსული მესიჯებით, რუსული პოლიტიკით სომხურ საზოგადოებას და ფაშინიანი იმიტომ არის დამატებით დასაფასებელი, რომ მას არ აქვს იმდენად მაღალი რეიტინგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თეზაა ჩემი აზრით. დიახ, აქვს რეიტინგი, მაგრამ მას აქვს მაღალი ხარისხის სიმართლე, მაღალი ხარისხის პრინციპულობა, ის რაც ვერ გაბედა სამწუხაროდ საქართველოს ყოფილმა მესამე პრეზიდენტმა საქართველოში მათ შორის თუნდაც ესე შეპარვით ფერმკრთალად ან პირდაპირ თუ გნებავთ ასე ვიტყვი და პირდაპირ გაიგეთებინა ცხადია მოეღრიცა კისერი რუსეთუმე ქართული მღვდელმთავრებისათვის, რომლებიც გამჯდარდი არიან როგორც ფსბ-შნიკები ჩვენს ეკლესიებში აზრებში, ეს გაბედა და საკმაოდ წარმატებითაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ფაშინიანმა. აქვე კიდევ ერთი ხო, რასაკვირველია, ესე იგი ნახეთ როგორი სამეული ტრიო იკრება, ხო? ერთის მხრივ პოლიტიკოსები, მეორეს მხრივ ეჩმიაზინი და მესამეს მხრივ ბიზნესმენები. ოღონდ ეს ბიზნესმენები პატარები კი არ არიან, საკმაოდ ცხრილი ბიზნესმენები არიან, მათ შორის რუსეთში მოღვაწე ხმამაღლად თქვია მოქმედი დელეცი ბიზნესმენები, ერთ-ერთი ასეთია სამվել კარაპეტიანი და სხვებიც არიან, ხო? ასევე არის გაჟიკ ცარუკიანი და სხვები. ხო, ესენი აპირებდნენ ეგრამაგის პასუხი აქვე ვიტყვი, ესენი აპირებდნენ აი ამ ბოლო ხანებშიც კი გადატრიალების მოწყობას ფაშინიანის წინააღმდეგ, მაგრამ უშაბ-ცუშჩიჩროების სამსახურებმა ფაშინიანისა ეს ყველაფერი აღკვეთეს. და მე მგონია მაინც თავად ვიტყვი, რომ აღკვეთეს არა მხოლოდ და მოუკიდებლად, არამედ საკუთარი დასავლელი, განსაკუთრებით ფრანგი და ვარაუდობ, რომ ამერიკელი სპეციალისტების, მოდი ასე ვიტყვი, ან სპეცსამსახურების დახმარებითაც კი. მოკლედ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა რასაკვირველია 2044 წლამდე არსებული გიუმრის ბაზა და თუ ამ დინამიკით წავიდა პროცესები, ფაშინიანი მივა იქამდეც რომ გიუმრის ბაზას უკაცრავად კავკასიიდან, სომხეთიდან ახვევინოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რასაკვირველია ამ ყველაფერს ესე იოლად ვერ დათმობს და აი აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ სულისკვეთებას, მაინც ესე ვიტყვი, დამოკიდებულებას სომხეთის მიმართ აზერბაიჯანისა, რომელსაც ასე იოლად ვერ უბედავენ. კი, იმუქრებიან რუსეთიდან, რომ აზერბაიჯანს ამადას შეუკვეცავენ და მის ამბიციურობას როგორღაც მოდრიკავენ, მოღუნავენ, მაგრამ ასე იოლიც არ იქნება საქმე. პირველ ყოვლისა რასაკვირველია თურქეთი უჭერს მხარს აზერბაიჯანს და ისიც თქვენ რომ მათ შორის სამხედრო ბაზაც ჩნდება აზერბაიჯანში, თურქეთი არის ძირითადი მაინც ასე ვიტყვი ინვესტორი. დიახ, რუსეთმა ვერ ჩაყლაპა ის, რომ ალიევმა არაფერი დათმოდა, დაერია პრაქტიკულად ყველას, ახლა მოსკოვში მყოფს და პეტერბურგში მყოფს აზერბაიჯანელებს, რომლებიც არიან აზერბაიჯანის სამსახურში, აგი კულტურის სახლის თუ არ ვწდები, ხელმძღვანელი დაადეპორტეს, იქ რაღაცა ბაზრობის ხელმძღვანელი თუ დირექტორი დაიჭირეს, იქ კიდე რაღაცა რეპრესიებია, გამორჩეულად, სეგრეგაციულად სწორედ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ. მე არ ვსაუბრობ ახლა აზერბაიჯანზე, უბრალოდ კონტექსტი მინდა ავხსნა და კარგად აგიხსნათ, რომ აი ეს აზერბაიჯანი არ ეპუება რუსეთს როგორც დიქტატორულ სახელმწიფოს და თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდიაო, ისე უფროსი ძმა ხართო, ამას ახსენებენ ბაქოდან მოსკოვში, მოსკოվել ბანდიტებს
რომლებიც არიან ქართველი ბანდიტების მფარველები. დიახ, და ამასობაში ხორ ვარ დამავიწყდეს აზერბაიჯანმა როგორც ჩანს, ალიევმა როგორც ჩანს, მიიღო პრინციპულესი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სომხეთი აი 5 წლის წინ, 7 წლის წინ, 15 წლის წინ უდაძაბულესი რო იყო და სომხეთის გაქრობას პირისაგან მიწისაღა აღგვას რომ ცდილობდა აზერბაიჯანი და მისი ლიდერი თუ ჰეიდარი და თუ ილხამი სომხეთისა ეხლა ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და არ მიატოვებს, არ შეატოვებს სომხეთს აზერბაიჯანი, არ ჩაუგდებს ხახაში რუსეთს და აი აქ ისევ საკითხი საქართველოსი, რომელმაც ეს ორი ქვეყანაც კავკასიის ერთობა როგორც ასეთი დააღალატა და თავიდან ბოლომდე დურთა თავი ივანიშვილის საქართველოს რუსეთის წიაღში, რუსია უასწრაფად გრუზია, ვაზრაშაეცა, ვრატნუიუ გავან, თავისუფლად ეთქმის ეს ყველაფერი პუტინს და ერთი ამბავიც, რომელიც აუცილებლად უნდა თქვათ და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და ამაზე იქნება სწორედ სათაური, სწორედაც რომ სათაური. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ პროტესტი 37 კაცი გავიდა 370. ყობახიძემ და პაპუაშვილმა ჩაახშეს, აი თავის მინისტრებთან, თავის დეპუტატებთან, თავის ბანდიტებთან ერთად. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ როგორღაც აღარ არსებობს აღარც ერთი პოლიტიკური პარტია, ცუდი, კარგი, იმაზე უარესი, რომლებისაც თქვენ ვერიტანთ პოლიტიკური ლიდერები უკლებლივ ყველანი არიან ციხეში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც არიან დაპატიმრებულები, მედია როგორც ასეთი გამორთულია. წარმოიდგინეთ ეს უმძიმესი ვითარება, უმძიმესი ქართული დემოკრატიისათვის, ქართული სახელმწიფოსათვის. წარმოიდგინეთ ეს მდგომარეობა, ბიზნეს ივანიშვილი ჩაჯდა და გაჯდა ყველგან. ეს მდგომარეობა წარმოიდგინეთ. რა ხდება უკვე შემდგომ, როცა პროტესტი აღარ არსებობს, როცა თქვენ ისედაც დადუმებულები, კიდევ უფრო მეტად ხართ დადუმებულები იმისა და გამო, რომ დაინახეთ თვალსაჩინოება, როგორ ჩაახშო ბიზნეს ივანიშვილმა გარკვეულ შემთხვევებში სისხლშიც კი პროტესტი ეს წინააღმდეგობის ჩვენი მოძრაობა მრავალწლიანი მეთქი ასე ვიტყვი. წარმოიდგინეთ ეს სრული უკუნეთი დასადგურებული სიბნელე, დასადგურებული საქართველოში რა ხდება სწორედ ამის შემდეგ და ერთ პროგნოზს გამოვთქვა, სწორედ პროგნოზს დაყრდნობილს იმაზე, რაც თქვი ახლა 2 წუთის წინ. გრუზია ვაზრაშაეცა, ვრატნუიუ გავან. აი ამას იტყვის თუ არა პუტინი, მე გეტყვით რომ იტყვის. პუტინი ამ შემთხვევაში როგორც კი არანაირი წინააღმდეგობა აღარ არის ახლა აღარ იქნება საქართველოში იმჟამად საქართველოში პუტინი მოსკოვი თბილისის რეისის მიუხედავად იმისა რომ რომის სტატუსს მიერთებული ქვეყანა არის საქართველოს ვინ გაუბედავს ახლა პუტინს დაპატიმრებას მოსკოვის შერემეწევებიდან თუ ნუკოვოდან საკუთარი ბორტ ნომერი 1-ით დაფრინდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტშივე გააკეთებს განცხადებას გრუზია აკანჭაწელნა ვერნულას ეს ღირსების შელახვის გარდა ჩვენი ღირსების შელახვის გარდა ქვეყნის ღირსების შელახვის გარდა ეს იქნება დასასრული სახილის ნიშანი საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ამისკენ მიხავს ბიზინა ივანიშვილს პროცესები. მე გეკითხებით თქვენ ჭკვიანებო და უფრო ჭკვიანებო, ლამაზებო და უფრო ლამაზებო, გონიერებო და უფრო გონიერებო, კონფორმისტებო, თუნდაც, მაგრამ აი ბოლო ზღვარი კონფორმიზმისა რო ჯერ ბოლო ნაბიჯი კონფორმიზმისა რომ არ გადაგიდგამთ, მე გეკითხებით თქვენ და სწორედ თქვენ რას აპირებთ ხომ არ სჯობს რომ ახალავე მიკნავებულად თუნდაც ბალიშზე თავდადებით თავს რო დადებთ მაშინ მაინც აღმოგხდეთ ბიზინა ივანიშვილის საწინააღმდეგო სიტყვა რომ იქნება და ეს ყველაფერი არ განხორციელდეს ოღონდ ერთსაც ვიტყვი თუ კავკასიას კარგავს რუსეთი და კავკასიას კარგავს რუსეთი თუ ამასობაში დაკარგავს ახლო აღმოსავლეთ საბოლოოდ და ცენტრალურ აზიას რასაკვირველია მარტო საქართველოს ბელარუსის იმედად რუსეთი რასაკვირველია ვერ იქნება და ვერ იქნება უმალ რუსეთში მოხდება სახელმწიფო გადატრიალება ვიდრე პუტინი აქ ჩამოეთრევა რომ ვიცოდეთ იმიტომ რომ წინააღმდეგობა იქნება ჩვენი და იმიტომ რომ ამ турბულენციაში მაღალი ალბათობით ეს თეორიაც არსებობს ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად და ზოგადად დასავლეთი ჩვენ უბრალოდ მარტო არ დაგხვდებს როგორც შუა დერეფნის მაინც შუა დერეფნის სახელმწიფოს მიუხედავად იმისა რომ სომხეთს დალაგებული ურთიერთობა ექნება თურქეთთან მაინც არ დაგხვდობენ ჩვენ ასეთ მირთების ან ფუნქცია მისიის გარეშე ასეა ეს მაგრამ ამასობაში რასაკვირველია ჩვენს ცოტა უფრო ხმამაღალნი უნდა ვიყოთ და
მოქალაქეები, რომლებიც ახლა მიზესთა გამო, კონფორმიზმის გამო, მოწყობილობის გამო, წყობის გამო და ასე შემდეგ ხსდუმხართ, ბალიშიდან უნდა ასწიოთ თავი და საკუთარ მეუღლეებს მაინც უნდა უთხრათ, ბიზინა ივანიშვილი უნდა ცხვირით და ნარ ცხდეს.